საარჩევნო კოდექსზე მომუშავება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ. ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაექცეს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროცესის დაწყებასაც კი მისივე თქმით პარტიები ცდილობენ გამოიყენონ ყველა მექანიზმი რომ ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესის ცვლილება პოლიტიკურ და მშვიდობიან ფორმატში განხორციელდეს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმედოვნებენ რომ დიპლომატიური კორპუსის გავლენები და ურთიერთობები თუნდაც რეკომენდაციების ფორმით იქნება გამოყენებული რომ ხელისუფლებამ ამ ცვლილებების პროცესში მონაწილეობა მიიღოს. კახა შარტავას თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს აღიარება რომ არჩევნების გაყალბებას აპირებს. ასეთ შემთხვევაში კი მისი თქმით ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე რვა პოლიტიკური პარტია 3 თვის განმავლობაში მუშაობდა იდეა ეროვნულ ფორუმს ეკუთვნის. ცვლილებების პროექტი პარტიებმა საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანეს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში იმ ადამიანების წინაშე, ვინც ხელი მოაწერა ინიციატივის მხარდაჭერას და 150,000 ხელმოწერა არის შეტანილი პარლამენტში. თუ არც ერთმა მექანიზმმა უახლოეს ვადაში არ გაჭრა და ხელისუფლება გაექცა ამ პროცესს, ჩვენ მოგვიწევს უკვე მიმართოთ იმ მოსახლეობას, ვინც ხელი მოაწერა ამ ინიციატივას და ის ადამიანები დავიბაროთ პარლამენტის წინ, რაცა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ მოახერხა საერთო ხედების შემუშავება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციაც შემოიერთება ამ პროცესს თავიანთი მოსაზრებებით, ან დაეთანხმება ჩვენს მოსაზრებებს და მე მგონი ხელისუფლებას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი, ჯობია დიალოგის და მოლაპარაკებების გზით იქნეს მიღწეული კონსენსუსი ამ თემებზე. ჩვენ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით მთავარ პრობლემურ საკითხებზე. თუ როგორ უნდა გადაწყდეს? ეხლა საჭიროა რომ დაიწყოს დიალოგი ხელისუფლებასთან, დაიწყოს კონკრეტული მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რათა თითოეულ ამ საკითხზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ არჩევნებს, მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები და კომპრომისული წინადადებების შეიმუშავა. ეს არის თუ არ ვცდები 80 გვერდიანი შეთავაზებების პაკეტი, რომელიც უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას, რომ ერთი ამორჩეველი იყოს ერთი ხმა, რომ ამ ხმამდე სანამივართ მანამდე ისეთი პოლიტიკური საარჩევნო გარემო ჩამოყალიბდეს, მათ შორის მედიაში, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი თემა, რომელიც მხოლოდ არჩევნების დღეს ან თუნდაც საარჩევნო პროცედურას არ უკავშირდება. ჩვენი გავაკეთეთ და ხელისუფლება გამოეხმაურება თუ არა, ეს უკვე მათი განსაცდელია, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. ჩვენ რამდენიმე პარტიამ დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად მთელი ზაფხულის განმავლობაში გავდით ცვლილებათა ჩვენი პაკეტი.